ჩრდილოეთის ქარის საჩუქარი. მთაში მონასტრის მიწაზე ცხოვრობდა ერთი გლეხი, ჯეპონე ერქვა. მის ყანასა და ბაღბოსტანს ყოველ ზაფხულს ჩრდილოეთის ქარი ანადგურებდა და ჯეპონეს ჯალაბს შიმშილით სულის ძვრებოდა. წავალ, ვიპოვი იმ ქარს, ვისი წყალობითაც შიმშილით ვიხოცებითო, გადაწყვიტა ერთხელ გლეხმა, გამოემშვიდობა ცოლშვილს და გზას გაუდგა. იარა ჯეპონე მიარა, ბევრი იარა თუ ცოტა ჩრდილოეთის ქარის კოშკს მიადგა და კარზე დააკაკუნა. რომელი ხარ? იკითხა ჩრდილოეთის ქარის ცოლმა. მე ვარ, ჯეპონე. თქვენი ქმარი შინ არის? არა, წაბლის ხეივანში დაქრის. შემოდი, დაელოდე, მალე დაბრუნდება. უპასუხა ჩრდილოეთის ქარის ცოლმა. შევიდა ჯეპონე ჩრდილოეთის ქარის კოშკში. მალე ქარიც დაბრუნდა. გამარჯობა. მიესალმა ჯეპონე. ვინა ხარ? ისთვის გარჯილ ხარ? კითხა ჩრდილოეთის ქარმა კაცს. ჯეპონე გახლავართ. ყოველ წელს ჭირნახულს რომ მინადგურებ, რას აფიქრობ? არ იცი რომ შენი წყალობით ცოლშვილი შიმშილით მეხოცება? მერე რა გინდა ჩემგან? კითხა ჩრდილოეთის ქარმა. რა კი ასეთი გაჭირვება თავს დამატეხე? ცოტა სიკეთე მაინც მიყავი რომ დანაშაული გამოისყიდო. მაინც რას ამთხოვ? რა გაგიკეთო? ძალა შენს ხელშია. ცოტა ჩემთვისაც გაისარჯე. სთხოვა ჯეპონემ ქარს. შეეცოდა ჩრდილოეთის ქარს გლეხი და უთხრა. აი ეს ზარდახშა წაიღე. როცა მოგშინდება, სახურავი ახადე და ჩაუთქვი, რაც გენებოს. სურვილი იმ წუთას აგისხლდება. მაგრამ იცოდე, ზარდახშა არავის მისცე, თორემ ჩემგან მეტს ვერაფერს მიიღებ. ჯეპონემ მადლობა მოახსენა ჩრდილოეთის ქარს. გამოართვა ზარდახშა და შინისკენ გაეშურა. იარა ტყეში, მოშივდა და მოსწყურდა. ახადა ზარდახშას სახურავი და ჩაუთქვა. აბა, ჩემო ზარდახშავ, პური, ღვინო და საუზმე. ხელად გაჩნდა დაბრაწული პური, ლორი და მათარით ღვინო. ჯეპონე მადიანად შეექცა და ისევ გზას გაუდგა. გამოეგება ცოლშვილი. როგორაა საქმე? ნახე თუ არა, ვისაც ეძებდი? შინებულადაა საქმე. გაუღიმა ცოლშვილს ჯეპონემ. შინ შეიყვანა. მაგიდას მოუსხედით ყველა. უთხრა თავისი ზარდახშა ამოიღო და ჩაუთქვა. აბა, ჩემო ზარდახშავ, პური, ღვინო და საუზმე ყველასთვის. კარგად რომ დანაყრდნენ, ჯეპონემ ცოლს ყურში უჩურჩულა. იცოდე, ჩვენი მონასტრის წინამძღვართან სიტყვა არ წამოგცდეს ამ ზარდახშაზე. რას ამბობ, მე დაინის ჭარდალი? ღმერთმა დამიფაროს. ერთ მშვენიერ დღეს მონასტრის წინამძღვარმა ჯეპონეს ცოლი დაიბარა და ჰკითხა. რაო, ჩამოგივიდა ქმარი? კარგია, კარგი. მაშ ყველაფერი რიგზია, არა? მაინც რა ჩამოგიტანა საჩუქრად? ხელად გამოსტყუა ჯეპონეს ცოლს საუცხოო ზარდახშის ამბავი და მაშინვე დაიბარა გლეხი. ჩემო ჯეპონე, მიელაქუცა წინამძღვარი. გავიგე რომ საუცხოო ზარდახშა გაქვს. მიჩვენე, რას მალავ? ჯეპონე უარზე დადგა, მაგრამ მალე მიხვდა ცოლმა საიდუმლო გაამხილაო და ზარდახშა წინამძღვარს მიუტანა. წინამძღვარ ზარდახშის დანახვაზე თვალები აენთო. ჯეპონე, ზარდახშა მომეცი. ზარდახშა რომ თქვენ მოგცეთ, შიმშილით დამეხოცება ჯალაბი. ხომ იცით, წმინდაო მამაო, ჭირნახული წელსაც ვერ ავიღე. ოღონდეს ზარდახშა მომეცი და ხორბალს, ღვინოს, ყველაფერს, რაც შენ სულსა და გულს იანება, თავსაყრელად მოგცემ. დაჰპირდა წინამძღვარი ჯეპონეს. იმდენი უჩიჩინა, ისე ეღრიჯა, რომ ბოლოს დაიყოლია და ზარდახშა დაატოვებინა. რა კი ზარდახშა ხელთ იგდო წინამძღვარმა, ერთი ტომარა აღერებული ხორბალი მიუგდო გლეხს. ეგ იყო და ეგ. ჯეპონეს ისევ მიუკაკუნა კარზე გაჭირვებამ. ახლა კი ცოლის წყალობით ჩავარდა შავდღეში. სულ შენი ბრალია. ეჯუჯღუნებოდა ცოლს ჯეპონე. აკი გითხარი რომ ჩრდილოეთის ქარმა გამაფრთხილა. თუ ვინმესთვის მიგიცია ეს ზარდახშა, თვალით ნუღარ და მენახვებიო. ახლა რა გავქნა?
მეორედ რა პირით მივადგე ჩრდილოეთის ქარს? ითმინა ჯეპონემ, მაგრამ შიმშილმა კუჭი რომ აუწვა, ერთდღეას ისევ მიადგა ჩრდილოეთის ქარის კოშკს. დააკაკუნა. რომელი ხარ? მე ვარ, ჯეპონე. რა გინდა, ჯეპონე? გარეთ გამოვიდა ჩრდილოეთის ქარი. გახსოვს, ერთხელ ზარდახშა რომ მაჩუქე. ის ზარდახშა წინამძღვარმა წამართვა და ისევ შიმშილით მძვრება სული. შესჩევლა ჯეპონემ ჩრდილოეთის ქარს. აკი გითხარი, თვალის შინივით გაუფრთხილდი მეთქი ზარდახშას. ვერ მოუარე და ახლა შენს თავს დააბრალე. გაუწყრა ქარი. შემიბრალე. შენ მეც არავის შეუძლია ჩემი შველა. შეევედრა ჯეპონე ქარს. შეეცოდა ჩრდილოეთის ქარს გლეხი. აჩუქა ოქროს ზარდახშა და დაარიგა. იცოდე, ჯეპონე, ამ ზარდახშას მარტო მაშინ უნდა ახადოს სახურავი, როცა შიმშილით გული მიგელევა. ისე ჩათქმულს არ შეგისრულებს. გამოართვა ჯეპონემ ზარდახშა. მადლობა გადაუხადა და გზას გაუდგა. ძალიან რომ აეწვა კუჭი შიმშილით, ახადა სახურავი ზარდახშას და ჩაუთქვა. აბა, ჩემო ზარდახშავ, გამიმასპინძლდი. უცებ ზარდახშიდან კომბლიანი კაცი ამოვარდა, ეცა ჯეპონეს და მისცხო. იმდენი ურტყა, სულ გვერდები აუჭრელა. ჯეპონემ ძლივს მოახერხა ზარდახშის სახურავის დახურვა. დახურა თუ არა კომბლიანი კაციც გაქრა. ლაზათიანად დაბეგვილი ჯეპონე ძლივს მილასლას და შინ. ცოლშვილი გამოეგება. აბა, როგორ არის საქმე? შინებულად. უპასუხა ჯეპონემ. ეს ზარდახშა პირველს 1000 ჯერ სჯობია. მაშინვე სუფრას შემოუსხდნენ. ახადა ჯეპონემ ზარდახშას სახურავი. ამოხდნენ კომბლიანი კაცები და დაერივნენ ჯეპონეს ცოლშვილს. ისეთი წიოყობა შეუდგათ იმ საწყლებს, ქვა დაიწვოდა მათი ცოდვით. ახლა კი ეყოფათო, გაიფიქრა ჯეპონემ და ზარდახშის სახურავი დახურა. კაცები მაშინვე გაქრნენ. წადი წინამძღვართან და უთხარი. ჩემმა ქმარმა პირველ ზარდახშაზე უკეთესი ზარდახშა მოიტანა თქო. უთხრა ჯეპონემ ცოლს. დაინახა თუ არა წინამძღვარმა ჯეპონეს ცოლი, მაშინვე ჰკითხა. რაო, დაბრუნდა ჯეპონე? ალბათ ისევ ჩამოგიტანდა საჩუქარს. დიახ, სინიორ წინამძღვარო, ქარს ზარდახშა უჩუქებია. მერე როგორი ზარდახშა, პირველზე უკეთესი. თლად ოქროსია. იცით როგორ სუფრასა შლის? სიზმრად არ მოგელანდება კაც. ოღონდ რად გინდა, ჯეპონე არავის მისცემს. წინამძღვარმა ჯეპონე დაიბარა და უთხრა. ჯეპონე, ძალიან გამიხარდა შენი მშვიდობით დაბრუნება. ზარდახშაც ჩამოგიტანია. ერთი ის ოქროს ზარდახშა მაჩვენე. როგორ არა, გაჩვენებთ კი. გინდათ ისიც წამართვათ არა? უარზე დადგა ჯეპონე. საიდან მოიგონე, ჯეპონე? აბა, როგორ გეკადრება? ჯეპონემ ზარდახშა უჩვენა. ოქრო ისე ბრწყინავდა, ისე ციალებდა, რომ თვალი მოსჭრა წინამძღვარს. ჯეპონე, ოღონდ ოქროს ზარდახშა მომეცი და პირველს უკან დაგიბრუნებ. არ ეშვებოდა წინამძღვარი კაცს. კარგი. უპასუხა ჯეპონემ. დამიბრუნეთ ძველი ზარდახშა და ოქროს ზარდახშას მოგცემთ. ოღონდ გახსოვდეთ, სინიორ წინამძღვარო, ვიდრე შიმშილით გულის კოვზი არ აგეწვებათ, ზარდახშას ტყუილად ახდით სახურავს. ჩათქმულს მაინც არ აგისრულებთ. ძალიან კარგი. ხვალ სტუმრებს ველი. ეპისკოპოსი და მეზობელი მონასტრის წინამძღვრები უნდა მეწვიონ. სადილობამდე არაფერს ვაჭმევ. სადილს კი იცოცხლე, მეფურს გავუშლი. ავხდი ამ ოქროს ზარდახშას სახურავს და შეექცნენ, რაც მათ სულსა და გულს ენებება. დილის წირვის შემდეგ წინამძღვრის სტუმრებმა მონასტრის სამზარეულოში შეიხედეს. ეტყობა ჩვენი წინამძღვარი დღეს ვერაფრით გაგვიმასპინძლდება. ცეცხლი არც კი აუნთიათ, არც სანოვაგე ჩანს სადმეო. ზოგიერთს გაგონილი ჰქონდა წინამძღვრის საოცარი ზარდახშის ამბავით და თქვეს, ცოტა მოიცადეთ სადილობა რომ დადგება, წინამძღვარი ჯადოსნურ ზარდახშას ახდი სახურავს და იცოცხლე მოვულხენთ გემრიელ საჭმელებსო. წინამძღვარმა დიდი ამბით მიიწვია სტუმრების სუფრასთან. მაგიდაზე ოქროს ზარდახშის მეტი არ აიდორა. ყველა ხარბი თვალით მიაჩერდა ზარდახშას.
ახადა წინამძღვარმა ზარდახშას სახურავი. ამუხტა 6 კომბლიანი კაცი და შენი მოწონებული ისინი მღვდლებსა და ბერებს გაუმასპინძლდნენ. ისე მარჯვეთ დატრიალდნენ კომბლები, ისე ურტყამდნენ წინამძღვარსა და მის სტუმრებს, რომ წინამძღვარს ზარდახშა ხელიდან გაუვარდა და თავახტილი ეგდო ძირს. კიდევ კარგი ჯეპონე მოირბინა მათ ყვირილზე. თურმე იქვე იყო დამალული. დახურა ზარდახშის სახურავი და კომბლიანი კაცები გაქრნენ. ზარდახშისათვის დროზე რომ არ დაეხურა ჯეპონეს სახურავი, იცოცხლე კომბლიანი კაცები კარგად მიასიკვდილებდნენ მღვდლებს. ამბობენ, ისე იყვნენ მღვდლები ცემით მიმკვდარებული, რომ საღამოს მსახურება ვერც კი გადაიხადესო. ჯეპონემ მეორე ზარდახშაც შინ წაიღო. თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ორივეს და უზრუნველად ცხოვრობდა.